მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს ვიღებთ ისევ Manchester United-ის კარიერას. ძალიან დიდი ხანია ვიდეოც არ გადაგვიღია და ახლა დავბრუნდი და სადღაც დღე ვიდეო არ დამიდია, დავბრუნდი და ახლა ვიღებთ ვიდეოს. მოკლედ, დღეს არ გვექნება რაღაც გასაოცარი ვიდეო დიდხნიანი, მაგრამ გვექნება საინტერესო მატჩები. პრემიერ ლიგაში ლივერპული მანჩესტერ სიტი, FA Cup-ზე ნორვიჩთან და ევროპა ლიგაზე პანათინაიკოსთან. მოკლედ, ერთი თამაში ვითამაშე. ეს იყო აინტრახტი. არ გამოდგა. საინტერესო თამაში და თანაც არ იღებდა. ეს იყო 1-0 მოვიგე აინტრახტთან. 23 კვირის ევროპა ლიგის თამაში და მოკლედ დღეს ახლა ვიღებთ შემდეგ ვიდეოს. მოკლედ სანამ ვიდეოს დავიწყებთ ხომ რომ დალაიქოთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ჩელენჯის დასრულებამდე და დაგვრჩა სულ 4 დღე და ეს 4 დღე უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, და უნდა მოგვიმატოს ბევრი გამომწერიც. მოკლედ, ეხლა ჩვენ გვაკლია 4 გამომწერი 4 დღეში. დღეს 2 და ხვალ 2 რო იყოს, 2 დღით ადრე მოვრჩებით ამ ჩელენჯსაც. მოკლედ, გამოიწერეთ არხი, დაალექთ ვიდეო და ჩვენ ვიწყებთ. მოკლედ, ახლა გვექნება ლივერპულის წინააღმდეგ თამაში. აი ნახეთ უბრალოდ რა ხდება გუნდში, რანაირად ვითამაშვა ესე. ვერ ხვდები. ნუ მოკლედ მეგობრებო. რაც არის ჩვენ ვითამაშოთ თამაში. ასე და მოდი დავიწყოთ. თანაგვინე ქულებს დაკარგვა ახლა. გონი პირველ ადგილას ვართ პრემიერ ლიგაში. და ამიტომ პრემიერ ლიგაში ის პირველ ადგილას უნდა გადავიდეთ 9-ში. შანსი გვაქვს და გარნიშგადის მეკარისთან გავიდე მეკარისთან ერთებზე გაიტანა გოლი. გვაწყობს ხა ეს გოლი და საერთოდ თამაშის მოგებაც გვაწყობს. ახალგაზრდა ანანა ჩემი გიჟი ბიჭი. აქ პირველ ტაიმით თავდება. კრისტიან ერიკსენმაც გაიტანა გოლი. 2-0 და პენალი არა მაინც გამიტანეს. ლენიორ სკო რაღაც ცუდი ავტოგოლი. შეკარში ήταν ფაქტურად დააგორო და შეკარში გაიტანა. ეს ხო ნამდვილად. მაგრამ 3 დღეს ვიგებთ. რაც კარგია. ანანა. აქ შემდეგი შევაკ. ლივერპულს მაგრამ ჩავკერთ. აქ 4-1 თანახ მოვალე ფერდოჩევა დარჩეს გარჩო წინ. იმაზე ვფიქრობ, ენტონი ხომ არ გიყიდო. ენტონი ნამდვილი გოუთი. თუ არ გინდა. ენტონი. გინდა ენტონი თუ არა. არ ვიცი მეგობრებო. ჩვენ ნახოთ სად არის ის რა ქვია. ენტონი სად თამაშობს ახლა. რეალ ბეტისში რა მოვიწყდა. რეალობაში კი ვიცოდი, მაგრამ თამაშიც მაინტერესებდა, თამაშობდა. და აქაც რეალ ბეტისშია, მაგრამ ოვერალი ისეთი აქვს.
აგვაწყობს. მოკლედ შევცვალთ ხლა წყობა. აი რონალდო სატუად აყენებს დაბლა წინ და იყოს კრისტიანო რონალდო. შემდეგი თამაში Manchester City და ეს თამაშია რომ ეს თამაში თუ მოვიგეთ ჩვენ გადავალთ პრემიერ ლიგის 9-ში პირველ ადგილას. და მეგობრებო გაიდანხმათ თუ გაწუხებთ ბოდიში გაბურღესპინი. მოკლედ სეზონი თითქმის სრულდება. ეს ჯონი ევანს. აი, ორწამეხ. ეს რა არის? ჯონი ევანს. ერთი თამაში აქვს ჩატარებული, ერთი. და ტიპი 7.5 აქვს. ისა რა ქვია, შეფასება და კრისტიანო რონალდოს 27 თამაში აქვს ჩატარებული და 39 გოლი აქვს გატანილი. და 1 ასისტი, 1 ყუთელი ბარათი. და 7 ფეხბურთელი ისა 7 მატჩი საუკეთესო ფეხბურთელი. 7 ჯერ გახდა. და პირველ ადგილზე ჯონი ევანსია, რომელსაც მხოლოდ ერთი თამაში აქვს ჩატარებული, ანუ რა ლოგიკით? ვერ ხვდები. აი ხა ჯონი ევანსი რო ვათამაშო, კრისტიანო რონალდო გადავა. აი მოდით ჯონი ევანს. მოდით ვათამაშოთ. თუ არ გვინდა. აი მოკლედ მეორე ტაიმში მე შემოვიყვან. მეორე ტაიმის დასასრულისკენ სადღაც მე 60 წუთზე შემოვიყვან. ხო შეეცვალა ეგრე თამაში ჩატარებული. ნუ ალბათ. ახლა პირველი შანსი ქონა პირველ ჯერმა, მაგრამ ვერ გამოიყენეს Manchester City. აქ ჩვენ გვექნება შანსი. აი რატო ვიყიდე დელიხტი. რატო ვიყიდე დელიხტი დარტყმის დროს აკეთებს სწორ კარპასებს და რბილებს, რომ ფეხბურთელმა მიიღოს კარგად. ჩემი აზრით პოლამჩოს მოკოლეს, მაგრამ ან აქვს დამეორიციან ისე ეგრეა. ხვიჩა. ვაიმე. ოპა. სათქადავჩი და გადარჩა ხა City. კიდე გვაქვს შანსი. ამადი. აი ნახე პროსტა. რა კარპასებს აკეთებენ ჩვენ ფეხბურთელები, რომ რონალდომ გაიტანოს. უკვე 2-0. Manchester City-ს, როდესაც თამაშებით ყოველთვის ვიგებთ. Carabao Cup-ს არ მოვიგეთ, ფინალი თუ რა იყო ის. Sheffield Cup. არ ვიცი ნახე. ფინალი იყო რაღაცის პირველივე თამაში სეზონის. და მოვიგეთ City-ს. იყავთ მა. ესე ვინ არის? Раушло. Рауден голфиса. Мод ваксели. Камагрон. Сома даблока. Вакзеле шушитевас. Шатхар хуйча. Это Бруньеро параус. Biçare წაიღეს ტოინი ამ ცველებმა რა, იმენა მიიღებენ ბოც. მინდა რომ ყვანამ გაიტანოს გოლი. და მოვიგეთ მეგობრებო, მოვიგეთ. ხონ შემდეგი თამაში მეგობრებო ნორვიჩი. ძალიან კარგი გუნდი, მაგრამ ჩვენთვის არა. FA Cup-ის მეოთხე რაუნდი. ნახოთ მოდი აქ ბრაკეტი ჯერ. ჩვენ
ვითამაშოთ ხო ესენი. კარგავით, კი 5-0 მოვგეთ. დონასკარს რა ქვია? დონკასტერი. ნახე რომ ხელგზა გაულია დონკასტერს. ლიმინგტონი. ბრაკლი. მოკალ. შემდეგი თამაში ნორვიჩი. მოდი ნორვიჩთან ხომ არ გამოვტოვოთ, კიდე ორი თამაში ხომ არ ვითამაშოთ. კაი, გამოვტოვეთ. და მოვიგეთ 4-0. მაგრამ რონალდომ ვერ გაიტანა. მაგრამ რა თავარია მოვიგეთ. და ალბათ ვიდეოს ბოლო თამაში პანათინაიკოსთან გვექნება. დავუწყოთ თამაში. დანი სებალიოსი, რომელიც ძალიან რო ვიყიდეთ, ძალიან სწორად ვიყიდეთ, ამოვიცანით ფეხბურთელის ყიდვა. ამოხსენთ განტონება. ჰოილუნდი და უკვე 2-0. ერთადერთი რონალდო არ თამაშობს. და არც კვარა. კარგით რას ვიზავთ მეგობრებო, ეხლა დაღლილია კვარა. ხوار დაიტრაუმა მაგრამ კარგად დაბლოკა ჩემმა ცველმა. საერთოდ ცველი იყო არ შემეხედია. ვაგრძელებთ მეგობრებო. ხაი პოლისტურარი თამაში ძალიან პასიონა გამიგეთებინა. თან ვერც მოვასწარი და ნახო. ვერ დავინახე. დაიწყო. მეორე ტაიმი აქ უნდა შემოვიყვანო ჯონი ევანსი. წინაზე დამოვიწყდა შემოყვანა ჯონისი. ვერც შემოვიყვან. ძალიან ცუდი. მაგრამ აქ კონი რონალდოს შემოვიყვან და კაზემიროს. რონალდო გოლი! აქ უკვე 3-0-ია ანგარიში. FA კაპის მეხუთე რაუნდშიც გავედით. ამ მომენტის შემდეგ შემოვიყვან კვარას. რამდენი გოლი უნდა გავიტანო? კარგით. შოქში ხომ არ ხართ? რა გამივიდა ახლა გოლი. მაგრამ 4-1 მაინც მოვიგეთ. 4-0 რომ მოგვა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მოვიგეთ მაინც. მოკლედ დღეისაც სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ, იმედია იხალისეთ. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე და რაღაცა უნდა გითხრათ მეგობრებო. მოკლედ ჩვენ რომ დავამთავრებთ ამ სეზონს, შემდეგ უკვე ვითამაშებ ხოლმე სხვადასხვა თამაშებს, ანუ ამ თამაშის კარიერაც უნდა დავამთავროთ. შემდეგ ვითამაშებთ ხოლმე ხანდახან გადავიღებთ, მაგრამ ისე ძირითადად უფრო პოპულარული თამაშები გვაქვს, ანუ პოპულარული რა, აი ვინც ყველა თამაშობს, ასე ვთქვათ. იქნება კიდევ სხვა ვიდეოების სერიალები, ფილმიც შეიძლება გადავიღოთ. მე
ძალიან დიდი ვიდეოც შეიძლება გადავიღოთ. რა თქმა უნდა, თუ უყურებთ, შეიძლება 1 საათიანი, 2 საათიანი ვიდეო გადავიღოთ, მაგრამ ეგ ალბათ ცოტა მერე. მაგრამ ეხლა რაც მინდა რომ გითხრათ, თხოვნა რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და ჩელენჯის დასრულებამდე დარჩა 4 დღე და ამ 4 დღეში უნდა ყვავდეს 20 გამომწერი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 4 გამომწერი უნდა მოვიმატოთ და თხოვნა რომ გამოიწეროთ არხი. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია თიხალისეც ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.